მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და კარგებო. დღეს ასევე კიდევ ერთი გაშლა მინდა შემოგთავაზოთ და არ ვიცი, ასე ვთქვათ, თავად მოვიფიქრე, ანუ ესეთი ვთქვათ გაშლა თქვენთვის, რომ რუნებით მინდა განვიხილო ესეთი უსაყვარლესი რუნული დასტით, რომელიც მოგიყვება ჩვენ მოკლედ რა ხდება თქვენ შორის დღესდღეობით, ანუ რა ურთიერთობა გაქვთ თქვენ დღესდღეობით აი ამ დასტით გავშლი რუნებით და აი ამ დასტით შემდეგ დავამატებ რა მომავალი ექნება თქვენს ურთიერთობას, ხო? ამისთვის ამ დასტას ახლა გადავდებ. ამისთვის ჩაიფიქრეთ თქვენი სახელი და გვარი, დაბადების წელი, თვე და რიცხვი, ასევე ჩაიფიქრეთ თქვენი პარტნიორის სახელი და გვარი, დაბადების წელი, თვე და რიცხვი და მოდი ვნახოთ ასეთი საჯარო გაშლა, განვიხილოთ ასეთი საჯარო გაშლა, რა ხდება თქვენ შორის ახლა და ურთიერთობის მომავალი, რომელსაც მე განვიხილავ ტაროს დასტაზე და რუნებს გადავდებ, როდესაც გავიგებთ რა ხდება თქვენ შორის, ხო? აბა ჩაიფიქრეთ, რაც მეკითხარით, ჩაიფიქრეთ, ჩემო ძვირფასებო და კარგებო. სახელები, გვარები, დაბადების წლები, თვეები და რიცხვები განვიხილოთ. რა ხდება თქვენ შორის ახლა? რა ხდება თქვენ შორის ახლა, აბა? 3 არკანით ვნახოთ. რა ხდება თქვენ შორის ახლა? გავასწოროთ ასე. ფონით რა თქმა უნდა მოგვითხრობს იმაზე, თუ რა ხდება თქვენ შორის ახლა. მოცემული რუნები არის ლაგუზი, დაგაზი, იერა, ჯერა, ზოგისთვის ჯერას ეძახის, მაგრამ მე იერას ვეძახი და ფონად გვაქვს ვუნიო. მოდი ახლა ვისაუბროთ, ხო? ფონზე მოცემული უკაცრავად მგონი არ ჩანს სრულად და გამოვწევ, რომ ჩანდეს ასე თუ ისე რა არკანებია მოცემული. კარგით გავაგრძელებ, მგონი ჩანს ასე, ხო? მოკლედ მოცემული რუნის ვუნიოს მიხედვით, ხო? აი რა შეიძლება თქვა თქვენს ურთიერთობაზე, თქვენ შორის არის იმედგაცრობები, აუხდენელი და დალეწილი მოლოდინები. აი რაც კი გიოცნებიათ, რასაც ელოდებოდეთ, ისინი არ ასრულდა, ხო? თითქოს თქვენ, ანუ ნახეთ როგორ არის, ან თქვენ ორივეს, ან რომელიმე ერთ-ერთს თქვენგანს გაგიქრათ ამ ურთიერთობაში ყოფნის სურვილი, ხო? იმიტომ რომ ეს ურთიერთობა, რომელიც თქვენ შორის ახლა არის, ხო, მხოლოდ და მხოლოდ ასე თქვა წყენების და იმედგაცრობების გარდა ამ ურთიერთობაში არაფერი არ ხდება და სავარაუდოდ მე როგორც გრძნობა მოცემული არკანებიდანაც გამომდინარე, რაც აქ არის განლაგებული, ხო? ფიქრობ, რომ უფრო ვინც უყურებთ თქვენ ამ გაშლას, ხო? თქვენი მხრიდან არის წამოსული ის სურვილი, რომ ამ ურთიერთობაში აღარ დარჩეთ, ხო? არის მეორე შემთხვევაში, თუ იმ შემთხვევაში თუ თქვენ უკვე ხართ, ხო, დაშორებულები, ხო? ეს არკანი ანუ რეალურად არის გვიჩვენებს ასევე, რომ აი შეხედათ თვითონ რა არის გამოსახული, მიჯაჭვულობის არკანია, ხო? თქოს ერთმანეთზე მიჯაჭვულები მიუხედავად ამ სირთულეებისა და მიუხედავად ამდენი, ასე ვთქვათ, იმედგაცრუებებისა და ტკივილებისა, მაინც ერთმანეთზე მიჯაჭვულობა არსებობს, ხო, ამ არკანის მიხედვით, ხო? ანუ არის სურვილი, რომ ერთმანეთი მალე ნახოთ რეალურად. მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ თქვენ ამ გაშლაში, ხო, ვინც ამ გაშლას უყურებთ, უბრალოდ უკვე იმედგაცრუებული ხართ, თუ არაფერი არ დალაგდება ისე და არ იქნება ისე, როგორც თქვენ გინდა და აქედან გამომდინარე უკვე იმედი რო არ გაქვთ ურთიერთობის განვითარების გახვედით, გასული ხართ ამ ურთიერთობიდან, თუმცა თქვენი პარტნიორს როგორც ხედავთ, ხო, სხვა არკანებიდან განვიხილავ ხარ დაწყლებით თითოეულს, აქვს სურვილი თქვენთან ასე ვთქვათ ყოფნის, იმიტომ რომ აი ლაგუზი მოგვითხოვს ზუსტად იმ მდგომარეობაზე, რაც თქვენს პარტნიორს თქვენთან მიმართებაშია, ხო? ლაგუზის რუნის მიხედვით, ხო, მამაკაც ანუ თქვენს მეჩაფქრებულ პიროვნებას თქვენთან მიმართებაში აქვს გზნობები, ანუ თქვენ მისთვის ძალიან მიმზიდველი ხართ, ანუ რეალურად რაც წეღან ვახსენე, ხო, რაც გვიდასტურებს ვუნიოს რუნა რეალურად, ხო, რომ წეღან რო ვახსენე, რომ მიჯაჭვულობა აქვს თქვენთან მიმართებაში მეთქი, ხო? ამიტომ ეს თქვენ იზდავთ მას რეალურად, მას აქვს სურვილი ამ ურთიერთობის განვითარების. უნდა თითქოს აი ნახეთ, რომ დაკარგათ, მერე მოუნდა, რომ წახვედი და დატოვეთ, მერე მოვიდა თითქოს აზრზე, რომ უნდა თქვენთან ურთიერთობის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანის, ხო? უბრალოდ თქვენ უკვე
თქვენთვის აი თქვენ თუ კითხავთ ხო აი რაღაცნაირად შეგიძლიათ პასუხი გასცეთ ამ კითხვაზე ხო აი თქვენთვის რამდენად ღირებული ამ ურთიერთობაში თქვათ შესვლა ისევ თავიდან რომ ამ მამაკაცმა თქვენ შეფრთხილებულმა პიროვნებამ წინ წაწიოს თქვენი ურთიერთობა და აი გადაიყვანოს ახალ ეტაპზე თქვენ უკვე ვსწრებთ რომ იცით ცოტა არ იყოს და დაგვიანებულია თქვენი მხრიდან ურთიერთობა ანუ ნახეთ როგორ გადავახასიათებ ცარიელიდან ცარიელამდე გადადის აი თითქოს არ გჯერათ რომ ეს პიროვნება თქვენთან მიმართებაში ხო ეცდება რაღაცნაირად ახალ ეტაპზე გადაიყვანოს ურთიერთობა, იმიტომ რომ აქამდეც იყო დაპირებები, იყო ის რომ აი ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი წინ წავა და თითქოს არაფერი ისევ ერთ იგივე წესზე დარბოდით. ხო, რასაც ეს გონობა, ამასაც ავხწერ ჯერას არკანსაც კარგად დავახასიათებ, რომ მოვა ამის დრო, ხო? ეხლა რეალურად ვახასიათებთ ლაგუსის მიხედვით, ანუ რეალურად თქვენ დაკარგეთ თქვენი პარტნიორის ნდობა და არ გჯერათ მისი, რომ თითქოს უნდა თქვენი ურთიერთობა რო ახალ ეტაპზე გადაიყვანოს, ხო? აი თითქოს ცარიელიდან ცარიელამდე ხო ვახსენეთ წეღანაც გადადის, რადგან არ გჯერათ, რომ ეს პიროვნება ამ ურთიერთობას გადაიყვანს ახალ ეტაპზე. ანუ არ გჯერათ ამის რა, აქედან გამომდინარე ფიქრობთ რომ თუ თქვენ ისევ ამ ურთიერთობაში შეხვალთ, ისევ და ისევ როგორც უწინ, იქნება ისევ ერთი და იგივე, ისევ დაპირებებით, ფუჭი, ტყუილი იმედები და აქედან გამომდინარე აღარ გინდათ რომ ასე ვთქვათ, რაც გეტკინათ, ისევ განმეორდეს და უარესადაც გეტკინოთ. შემდეგი რუნა, დაგაზის რუნა, რაზე მიგვითითებს ხო? დაგაზის მიხედვით ეს ზოგადად დაგაზი არის შეუქცევად რუნა ამას და ამ ორ რუნას ასე ვთქვათ აი ამას აქვს ინვერსია ამ ლაგუსაც აქვს ინვერსია მაგრამ დაგას და ჯერას არ აქვს ინვერსიები ანუ არ აქვს შემოტრიალებული ვერსიები ხო ამ რუნა დაგაზის მიხედვით თქვენს ურთიერთობაში ახლა ტრანსფორმაცია გინდათ ეგრე ტრანსფორმაცია ესე ტრანსფორმაციული ციკლური პერიოდის რუნაა სადაც ერთ წესზე დარბიხეთ ხო ესეც რეალურად ტრანსფორმაციის რუნა რომლის მიხედვითაც ანუ თქვენს ურთიერთობაში დღესდღეობით უკვე მკვეთრი ცვლილებების ასე ვთქვათ პერიოდი დადგა ხო ამიტომ ასევე როგორც ნებისმიერ შეუქცევადი რუნა რომელსაც ინვერსიული ვერსია არ გააჩნია ის გვეუბნება რომ თქვენი პარტნიორის მხრიდან არის საჭირო სწრაფი მოქმედებები, რადგან მისთვის მნიშვნელოვანი მომენტები თქვენთან მიმართებაში არ გამოტოვოს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს უნდა შეიძლება განიმარტოს როგორც ურთიერთობის დასასრული, ოღონდ ეს ფიქრობ ისევ და ისევ თქვენი მხრიდან. დღესდღეობით ეს ურთიერთობა დასრულებულია, სადაც თქვენს პარტნიორს თქვენი დაბრუნება უნდა და აქედან გამომდინარე თამამად ვიტყვი რომ ურთიერთობა არის როგორც ასეთი დასრულებული. ეს თქვენი მხრიდან რომელშიც თავად არ გსურთ რომ დაბრუნდეთ, რადგან უკვე თქვენი პარტნიორის მიმართ გაქვთ დაკარგული ნდობა და მისი რწმენა აღარ გაქვთ. ახლა კი ვისაუბროთ, აი შეხედეთ, წეგანაც ვიძახდი ხო ინვერსიული, ასევე ინვერსიული რუნა ჯერა, ხო იერა ჯერა. ნუ ქართულად ჯერა არის. კი ბატონო, ჯერაც ასევე როგორც დაგაზი არის შეუქცევადი რუნა, ასევე რომელსაც არ გააჩნია ინვერსია. ანუ ეს რუნა თქვენს ურთიერთობაში, თქვენს არსებულ ურთიერთობაში დღევანდელ დღეს ხო მიუთითებს იმაზე, რომ სიტუაციები პერიოდულობებით ხასიათდება, ანუ ციკლური პერიოდებით შეხედეთ თვითონ ვაინახეთ ციკლური სულ ერთი და იგივე წრეზე დარბის, აი აქვეა მითითებული, ხო? ესეც რომ ამოატრიალო შეხედეთ იგივე გამოდის. აი თუნდაც ამოტრიალებული, ამიტომაც არა აქვს ინვერსია. აქედან გამომდინარე ნებისმიერ ვარიანტში ესი ამოვა, რუნა თუ ესი ამოვა, ან თუნდაც ეს და იგივეს გვაძლევს, თუნდაც ესე იყოს, ერთ და იგივე ახსნა გამარტებებს გვაძლევს. აქედანაც გამომდინარე ამ ურთიერთობაში მიუთითებს იმაზე, რომ სიტუაციები პერიოდულობებით ხასიათდება ამ რუნის მიხედვითაც, ასევე როგორც აი თავიდანვე ვახსენე, ხო? ვუნიოს რუნასთან მიმართებაში, როგორც თქვი, ხო, რა მიჯაჭულობა აქვს თქვენთან მიმართებაში, ხო? და უბრალოდ თქვენთვის უკვე მოსაწყენია თქო, იმას უნდა თქვენ აგერად იტყვეთ თქვენთვის მოსაწყენი გახდა. ამ რუნის მიხედვითაც ჯერას მიხედვით, ხო? რუნა ვუნიოს მსგავსად ურთიერთობა მოსაწყენი გახდა თქვენთვის, რომელშიც უბრალოდ ერთი და იგივე წრეზე დადიხართ და სადაც ყველაფერი თქვენთვის ამ ურთიერთობაში აი თქვენთვის პირადად ვინც ამ გაშლას უყურებთ თითქოს დეტალურად უკვე ცნობილია, ხო? და აქედან გამომდინარე აღარ გინდათ ამ ურთიერთობაში შესვლა, იმიტომ რომ არაფერი არ შეიცვლება თქვენ ასე გონია და ნდობას დაკარგული გაქვთ თქვენი პარტნიორის მიმართ, სადაც ყველაფერი დეტალურად თქვენთვის უკვე ცნობილია, ზუსტად ამიტომაც არ შევ თქვენ ისევ ამ ურთიერთობაში დაბრუნება მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ამ პიროვნებასთან გზნობები გაგაჩნიათ, თორე სხვა შემთხვევაში არც ჩაიფიქრებთ ამ პიროვნების ახლოს და გვარს და არც უყურებთ მასზე გაშლას, ხო? ასევე ვიტყვი ერთ რამეს, რასაც ახლა ტაროს დასტიცაც ჩავშლი რეალურად, ხო, აი გავშლი სიტუაციას, რატომ მოხდა, რა ხდება და საიდან გამომდინარე ეს სიტუაციები, ხო, რატომ გვიჩვენებს დღევანდელ მდგომარეობას, ასეც დიაგნოსტიკა გამოვიდა პატარა სხვადასხვა დღესდღეობით რა ხდება თქვენ შორის და ძალიან საინტერესო გაშლა გამოვიდა, ხო? ან ტაროს დასტიცაც ჩავშლი აუცილებლად და თუ გვაინტერესებს ურთიერთობის
პერსპექტივები ხო, რაზეც მე ნამდვილად უნდა გამეშალა და თავიდანვე ვახსენე დასაწყისში, რომ აუცილებლად ტაროს დასტით გავშლი იმ თემას, რა იქნება მომავალში, ხო, პერსპექტივებზე თუ ვიმსჯელებთ, არის ამ ურთიერთობაში, ასე ვთქვათ, დაბრუნების შანსი და მე თუ მკითხებ ქამამათად შემიძლია გითხრათ, რომ ანუ დაბრუნდები თქვენ ისევ ამ ურთიერთობაში, იმიტომ რომ როგორც ჯერა ეს ასე ვთქვათ, ეს რუნა ასოცირდება ფორტუნის ბორბლის არკანთან, რომელიც ჩვენ კლასიკურ დასტაში გვაქვს და ზოგადად ისედაც ტაროს დასტაში გვაქვს, რომელიც თვითონაც როგორც თავისი ახსნით, ასევე როგორც ეს რუნა მიგვითითებს ფორტუნის ბორბლის არკანის ახსნით ერთი და იგივე წრეზე სიარულს და დაბრუნებას ერთი და იგივე სიტუაციებში. აქედან გამომდინარე ურთიერთობა თუ პერსპექტივებზე ვიკითხავთ, გაგრძელდება თუ არა ურთიერთობა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თქვენი ურთიერთობა აუცილებლად გაგრძელდება. აი ეს იყო სულ რაც მე შემიძლია ვთქვა ამ თქვენი მდგომარეობის შესახებ, ხო, აი დღეს ხო, რა ხდება თქვენ შორის, ხო? და მოდი ახლა როგორც დაგპირდით, მე ჩავშლი ამ თემას 1-2 სიტყვით ვნახავ რეალურად. რა სიტუაცია ზოგადად, ანუ რატომ არის ესეთი, რატომ არის თქვენ შორის ასეთი რთული ურთიერთობა, რამ გამოიწვია თქვენი მხრიდან თქვენი პარტნიორის მიმართ ასეთი უნდობლობა და ასე ვთქვათ, მიუხედავად გრძნობებისა, რომ აღარ გინდათ ამ ურთიერთობის გაგრძელება, რა არის ამის მიზეზი? აბა ვნახოთ. ვერ გაიზარდა, ხო, ანუ თითქოს თავის სიტყვას არ ასრულებს, პატარა ბიჭებით იქცევა, რასაც ამბობს, იმას არ ასრულებს, თავის სიტყვის კაცი არ არის თითქოს, თქვა და არ გააკეთა, აი ესეთი რაღაც მოდის, თითქოს ვერ გაიზარდა, თითქოს რა, აი ნახეთ, თვითონ აი რეალურად შეხედეთ რა ჩამოკიდებული კაცის მდგომარეობიდან გამომდინარე, პაუზური სიტუაცია გაქვთ, კი, მესმის გითხარით ხო გაგრძელდება დღეს პაუზა თქვენ შორის დასრულებული ურთიერთობა არ არის. ეს არის ტოპ კადრი თქვენს ურთიერთობაში, რომელიც ჩამოკიდებული კაცის ასე სახით გვევლინება და რაც მიგვითითებს კაფეო პაუზაზე, ხო? რატომ მოხდა? იმიტომ რომ რეალურად ეს პიროვნება თქვენ დაგპირდათ, რომ ძალიან მალე, ანუ შეხედეთ, სიტყვა მოგცათ, რომ სიტყვა გრძნობებიდან გამომდინარე ჩვენ შორის ყველაფერი კარგად იქნება, ოჯახი შეიქმნება, ჩვენი მომავალი ოჯახია და არასრულებს თავის თვალს ეს პიროვნება სიტყვა წელავს სიტუაციაზე ჩამოკიდებული კაცის პოზიციაში გტოვებთ, არ გაძლევთ კაფეო პასუხს და ნათელ პასუხს იმაზე რეალურად რაც დაგპირდათ იმას, როდის აასრულებს და თქვენ უკვე რაღაცნაირად გული გტკივათ, აი რაღაცნაირად აღარ გინდათ ამ ურთიერთობაში ყოფნა, იმიტომ რომ დროით ხო, ანუ არ გაძლევთ რა არაფრის, ასე ვთქვათ, ახსნას იმასთან დაკავშირებით, თუ რატო იქცევა ასე, რატო გაპაუზებთ, რატო არ მოყავს სისრულეში თავის მიერ მოცემული სიტყვები, ხო? აი შეხედეთ რეალურად და აი თქვენ უკვე აი როგორც თქვი, ხო? აი მიუხედავად იმისა, რომ გრძნობები გაქვთ ამ პიროვნებასთან, უკვე ძალიან მოიწყიდეთ ამ ურთიერთობა, მოიწყიდეთ კი არა, საწყენია მისი ქცევები თქვენთან მიმართებაში ამ ურთიერთობაში ხვდები და 4-იან თასებიდან გამომდინარე სულ ვერ იქნებით ამ კაცის, ასე ვთქვათ, ხვეწნა მუდარაში იმ თემასთან დაკავშირებით, რისი ასე ვთქვათ, დაპირებაც მოგცათ და არ ასრულებს. მოდი ვნახოთ გრძნობებიც, მოდი აუცილებლად უნდა ვნახო ამ რას გრძნობს თქვენთან მიმართებაში თქვენი პარტნიორი, ვნახოთ, მოდი და მე ვნახოთ რა არის მომავლის პერსპექტივა, ხო? გრძნობები რა არის? ნახეთ, თითქოს ნანობს კი სინანულშია თავისი საქციელების გამო, იმის გამო, რომ ტყუილში ჩაეთვალა თავის მოცემული სიტყვა, რომელიც არ აასრულა, მოგატყუათ, გამოვიდა რომ მოგატყუათ, ხვდებით, აქედან გამომდინარე ნანობს, აი თითქოს უკან მოუხედავად გაგწირათ, რა, თქვენს თვალში ისე გამოდის, თითქოს გაგწირათ, ხო და თვითონაც ხვდება ამას, თქვენ არ იმსახურებთ ასეთ მოქცევას, როგორც მოგებცა და სინანულშია გადავარდნილი ეს პიროვნება და სხვათა შორის ურჩევნია ცოტა ხანი თქვენგან ასე ვთქვათ პაუზურ მდგომარეობაში, სანამ ჩამოკიდებული კაცი, განდეგილი პაუზა თქვენ შორის ნამდვილად, იმიტომ მოგერიდათ და გერიდებათ, რომ ცოტა ხანი დამშვიდეთ, დაწყნარდეთ, რომ ეშინია, რომ თითქოს ახლა და სწორადაც ეშინია, იმიტომ რომ მე ავხსენი რატომაც ხო აღარ გინდა თქვენ და ასე ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ გრძნობები გაქვთ, არ გინდა დაბრუნება ამ ურთიერთობაში, თვითონაც გრძნობს ამას და აქედან გამომდინარე თავის თავსაზე თქვენ დრო მოგცათ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა არ დასრულდეს, ამიტომაც არის ეს მომენტი დღეს თქვენს ურთიერთობაში პაუზა, შეიძლება არც კი ჩანდეს პიროვნება, მაგრამ კარგად იცოდეთ, რომ ის თქვენ გითვალთვალებთ, აუცილებლად იცოდეთ, ეჭვიანობს თქვენს და თქვენზე ნებისმიერ ინფორმაციას აგროვებს და ძალიან დიდ სინანულშია, რომ ახლოს ვერ მოდის თქვენთან ვერ გიახლოვდებათ და ძალიან დიდ შიშებშია, რომ არ დაგკარგოთ, ოხ, როგორი ეჭვიანობა აქვს თქვენთან მიმართებაში, ღმერთო,
ნახეთ ეს ურთიერთობაც, მოდი ესე ვთქვათ, გზნობები როგორ ეს პიროვნება კერდა თავისი აზრით ამ პიროვნებას ფიქრებში აქ ისო თქვენ წასული ხართ უკან დაბრუნების პერსპექტივით. ნახეთ ცოტა ხანი დამშვიდებით და დაბრუნდებით უკან ურთიერთობაში. მოდი ასე ვიტყვი, არ განვიხილავ დღეს რა არის ხელისშემშლელი ფაქტორები თქვენ შორის, იმიტომ რომ ნათლად ჩანს რაც არის ეხა ეშმაკის არკანი და ქურუმი ქალის არკანი მიგვითითებს ჩვენ იმაზე, რაც შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ თქვენ შორის მოხდა ასე ვთქვათ ეს ყველაფერი რატო ხდება, ეს მიგვითითებს. მე არ გამოვრიცხავი იმ ფაქტს, რომ თქვენი ასე ვთქვათ პარტნიორი ადრე იყო ურთიერთობაში და დღესდღეობით ვალდებულებები აქვს, ასე ვთქვათ ყოფილი ძველი ქორწინებიდან ან შეიძლება რაღაც ოფიციალური თემებიდან გამომდინარე, სადაც ვალდებულებები აქვს და თითქოს რაღაცნაირად არის ის ფაქტორები, რაც წარსულიდან მოსვენებას არ გაძლევთ თქვენ და თქვენს ურთიერთობას და აქედან გამომდინარე, რომ ვიღაცა ძალიან ცდილობს თქვენს ურთიერთობაში შუღული ჩაგდოს, თქვენ ერთად არ იყოთ ეს ეშმაკის არკანიდან და ქურუმი ქალიდან გამომდინარე. მე მეც არ ვიტყვი ახლა, იმიტომ რომ თემას საერთოდ არ შეეხება იმას. მოდი ვნახოთ თქვენი ურთიერთობის პერსპექტივა, რა გელოდებათ მომავალში ამ პიროვნებასთან, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ. ცოტა არ იყოს ერთულეებია, კი ბატონო. ანუ ეს ურთიერთობა რთული ფორმატის არის და ორივეს მხრიდან დამუშავება საჭიროებს. შეხედეთ, პლუს ამას გამუშავებენ, მოდი ასე ვთქვათ, თქვენი ურთიერთობა დამუშავების, ასე ვთქვათ, ობიექტია, სუბიექტია, იმისთვის რომ და ვიღაცა გამიზვლოთ გიმძიმებთ ურთიერთობას, მოკლედ. მაგრამ ნახეთ, რეალურად დღეს სტაგნაციურ მდგომარეობაში თქვენ ცდილობთ ორივე რომ ამ სტაგნაციიდან გამოხვიდეთ. აი თითქოს იცით რა არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება ყველანაირად შეეცდება რომ ანუ რაღაცა ჩანსი ჩაიგდოს ხელში და ამ სტაგნაციიდან გამოგიყვანოთ თქვენს და ისიც ანუ რეალურად, იმიტომ რომ მას ეს დასასრული რაც თქვენ მას მოუწყეთ და წახვიდეთ არ აწყობს. აქედან გამომდინარე აუცილებლად შეიძლება ამ ურთიერთობის აი შეხედეთ სამყაროს არკანის მიხედვით, ხომ? აუცილებლად ეს ურთიერთობა, რომელიც დღესდღეობის ტოპ კადრით არის დასრულებული, ეს პიროვნება ამას ვერ მოინელებს და აუცილებლად შეიძლება ურთიერთობა, კი ბატონო, ისევ აღადგინოს თქვენთან. აქედან გამომდინარე, ასე ვთქვათ, პერსპექტივებს თუ მკითხავთ ურთიერთობის, კი ბატონო არის. კი ბატონო არის, უბრალოდ სჭირდება ამ ყველაფერს სწორი მიდგომა, სწორი რაკურსიდან შეხედვა, სწორი ნაბიჯები, სწორად შერჩეული სიტყვები და თუ ეს ყველაფერი ამ პიროვნებამ თქვენთან მიმართებაში შეძლო თუ შეძლებს და განახორციელებს, აუცილებლად ასე ვთქვათ გამარჯვებული იქნება, იმიტომ რომ მას ამ ურთიერთობაში დაბრუნება სურს და თქვენს, ასე ვთქვათ, დაბრუნებას მიუხედავად იმისა, რომ თქვენ აღარ გინდათ ეს ურთიერთობა, რომ მის დამინდობა აღარ გებთ, ხო? მაინც შეეცდება, კი ბატონო. და სხვათა შორის, რომ იცოდეთ, ძალიან სწრაფად განვითარდება, მალ-მალე განვითარდება ეს თქვენ შორის ეს ყველაფერი. არ ვიცი, საიდან გამომდინარე შეიძლება იყოს შესაძლებელი ერთად მოგიწიოთ რაღაც ერთ სუფრაზე ყოფნა. და აქედან გამომდინარე ისევ დაიჭრება რაღაც თემები. მოკლედ ეს იყო რის თქმაც მე მსურდა დღეს, მოკლედ მე მგონი ძალიან კარგი გაშლა გამოვიდა ჩემო კარგებო, ძვირფასებო, ძალიან მომეწონა მეც. რაღაც შევეცდები რომ სულ ესე შემოგთავაზო ხოლმე საინტერესო ფორმატის გაშლები, იმიტომ რომ ეს არეულად ერთი დასტა, მეორე დასტა ძალიან მომეწონა, ხო? და სხვადასხვა თემატიკა. მოკლედ ესეთი მდგომარეობა მე თქვენ გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულს, ურთიერთგაგებას, მავნე ხალხის ჩამოშორებას, მავნე ზემოქმედებების მოშორებას და თან ისეთი ცუდი რეტროგრადული პერიოდია 13 აპრილამდე ხალხო ყველას თავის მიუბრუნდება, თქვენ არიდარდოთ და არინერვიულოთ. შევეცადოთ ახლა ჩვენ 13 აპრილამდე რომ რამენაირად თავი ვაკონტროლოთ, სიტყვები ვაკონტროლოთ, აზრების დასრულები ვაკონტროლოთ, იმიტომ რომ ყველაფერი დაგვიბუმერანგდება ჩვენსად თითაოდ ყველას. დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო, მშვიდობიან საღამოს გისურვებთ. კარგად იყავით.